გამარჯობა, მე ვარ ლილე, პროფესიით ვარ ეკონომისტი, 15 წელი მუშაობდი საბანკო სექტორში და ბოლო 5 წელია, რაც მივიღე გადაწყვეტილება, რომ დამოუკიდებელი ბიზნეს საქმიანობა დამეწყო. ეს არის ის პირველი სივრცე, რეალურად 15 წლიანი მუშაობის პერიოდში გავაკეთე დანაზოგი და აი ამ თანხის საფუძველზე მოხდა ინვესტირება ამ ბიზნესში და უკვე მე-5 წელია, რაც ლილესთან საკმაოდ წარმატებით საქმიანობს. გვაქვს ასევე მეორე რესტორანი, რომელიც წელიწად ნახევარია, გალა, რომელიც გალაქტიონის კონცეფციაზეა, სრულად უფრო მასშტაბურია, დაახლოებით იტევს 120 პერსონას და მგონია, რომ ქართული, ესეთი ავთენტური, კარგი გარემო შევქმნით გალას სახით. ასევე შატოვარციხეში დავიწყეთ მუშაობა, ძირითადად ჯავშნებზე მუშაობს და ვფიქრობ, რომ შატოვარციხეც უნიკალურ, ძალიან კარგი ხარისხის ღვინოს თავაზობს მომხმარებელს. ასეთივე სამზარეულოსთან ერთად. საქმიანობის დასაწყისიდან სივრცე დატვირთული იყო ძალიან საინტერესო შეხვედრებით. ჩვენი სტუმრები იყვნენ ლევან ბერძენიშვილი, ნათია ფანჯიკიძე, დავით გორგილაძე ვყავდა სტუმრად. გარდა ამისა, ძალიან საინტერესო იყო და შთამბეჭდავით ჩემთვის სოვლაბის სტუმრობა. დავით ხადაგიანი გვესტუმრა და განვიხილეთ მახსოვს 21-18 წლის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა და ანუ მსგავსი თემების ირგვლივ განხილვა ძალიან აქტუალურია აქ ამ სივრცეში და მგონია რომ არ არის ნამდვილად მხოლოდ რესტორანი, ეს არის სივრცე სადისკუსიოდ, განსახილველად, რაღაც საინტერესო ანალიზისთვის, დაინტერესებული ადამიანებისთვის ბუნებრივია. მე ამ ქალაქში დავიბადე და რეალურად ძალიან მწირია და არჩევანის თავისუფლება ძალიან ნაკლებია, რომ ქუთაისში მსგავსი ტიპის მიწოდება იყოს და მინდოდა რომ რაღაც არ იყოს ის რომ სტაბილურად ქუთაისთან მივდიოდეთ თბილისში კონკრეტულ ტრენინგზე, კონკრეტულ ვორქშოპზე. აი მინდოდა რომ ეს ადგილი ყოფილიყო სივრცე, რომელიც ადამიანებს აი ამ რესურსებით სარგებლობის საშუალებას მისცემდა და აი უფრო აი ამ ხრივ მგონია რომ ეს მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ საკმაოდ საინტერესოდ. მსგავსი ტიპის ღონისძიებებზე ძირითადად უფრო აი ახალგაზრდები, თუმცა არის გარკვეული აუდიტორია, საშუალო და უფრო ზევით ასაკის მქონე პირებისგანაც. ძირითადად რა თქმა უნდა მაინც ქუთაისი ვერ ვიტყვი რომ უფრო შორი ადგილებიდან სტუმრები გვყავს, არა, ნამდვილად არა. მეწარმეობის თვალსაზრისით მაინც ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ამ ქალაქში დასაქმება და სამუშაო ადგილები ვთვლი, რომ არის საკმაოდ მწირი. ეკონომიკის თვალსაზრისითაც საბანკო სექტორში 15 წელი ვიმუშავე და ჩემი პორტფელის ძალიან მცირე ნაწილი 5% იყო წარმოება, წარმოიდგინეთ. ანუ ძირითადად ვართ სერვისების ქალაქი, ვაჭრობის წარმოება ძალიან მწირად არის წარმოდგენილი. შესაბამისად, წარმოების პროცესში უფრო მეტი ადამიანი საქმდება ბუნებრივია. ვფიქრობ, ორივე რესტორანი საკმაოდ სოლიდურ რაოდენობას ასაქმებს ადამიანებისას, ძირითადად 90% არის ქუთაისის ადგილობრივი მოსახლეობა, თუმცა არიან ცოტა მოშორებითი ადგილებიდანაც. გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ როგორც მეწარმეობა, ჩემთვის ეს პროცესი მხოლოდ მეწარმეობაც არ არის. გარკვეული სამოქალაქო პასუხისმგებლობაც მგონია, რომ ბრენდს როგორც ლილესთან და ბრენდს როგორც გალას ასევე გამოხატული აქვს და ვთვლი რომ საკმაოდ ვამბობთ ჩვენ სათქმელს და ბრენდის იდენტობა ჩემთვის მხოლოდ მოგების მიღება, მხოლოდ მეწარმეობრივი საქმიანობის განხორციელებაც არ არის. აი მაგალითად ჩვენ ასევე გაფიცვაში მივიღეთ მონაწილეობა პროცესებთან მიმართებაში შევზღუდეთ თუნდაც მუსიკა და ჩავთვალეთ რომ ცოცხალი მუსიკის დრო არ იყო დეკემბრის თვეში. ჩვენ არა გვაქვს რუსული მენიუ და არც არასდროს არ გქონია არც ერთ ობიექტზე. ჩვენ ჩეკზეც მითითებულია ის რომ ტერიტორია ლილესთან ჩეკი, ნებისმიერი ჩეკი იბეჭდება, რომ მითითებულია, რომ საქართველოს 20% არის ოკუპირებული და ამას ძალიან ბევრი ნეგატიური შეფასება მოყვა თავად რუსებისგან, სოციმედიაშიც საკმაოდ შემოგვიტიეს. ამ მიმართულებითაც თუნდაც ვთვლი, რომ გარკვეული გამოხატულება და ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ. რაც შეეხება ადგილობრივ ხელისუფლებასთან რაიმე ტიპის მას ერთადერთი როდესაც გაიხსნა ეს რესტორანი დაგჭირდა გარე სივრცის იჯარა, იმიტომ ეს იყო სახელმწიფო საკუთრება და მახსოვს დაახლოებით აპრილის მაისის თვე იყო, ეს არის 5 წლის წინანდელი ამბავი, ვთხოვეთ რომ იჯარით აგვეყო ფართი და დადებითი პასუხი მივიღეთ სექტემბერში არჩევნებამდე. ანუ ქმედითობა და სწრაფი რეაგირება იმ პროცესში, იმ კონკრეტულ მასთან მიმართებაში ნამდვილად არ გქონია.
დანარჩენ შემთხვევაში არ გადავკვეთილვართ ნამდვილად. მე ვფიქრობ, რომ მსგავსი ტიპის უკავშირები არის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი და ბუნებრივია უნდა ინტერესდებოდნენ, იმიტომ რომ ნახეთ სტატისტიკას, რომ ვაკეთებთ ახლა და შედარებით ანალიზს, შარშან-წინდელი წლების რეალიზაციის შედარება, ძალიან სუსტი სურათი გვაქვს წელს და 27% მაქვს პირადად მეკლება ამ ობიექტზე და ეს არ არის ძალიან პატარა, პირიქით ძალიან დიდი ციფრია, მე ესე ვფიქრობ და მგონია რომ მსგავსი მდგომარეობა არის ზოგადად ორეკა სექტორში. სერიოზული კლება არის ტურისტული სექტორის, ყავს სრულიად შეცვლილი სამიზნე აუდიტორია. ნახეთ, წინა წლებში ჩვენი ძირითადი სტუმარი იყო ევროპული აუდიტორია. წელს ჩვენი აუდიტორია ძირითადად წარმოდგენილი არიან რუსები, ყაზახები, ინდოელები, როგორც ვიცი, აბუ-დაბიდან აქტიურად დაემატა ფრენები და ასევე ამ ქვეყნიდან. სრულიად ცვლილება არის კონცეფციაშიც. ჩვენ განსაკუთრებით უჭერდით მხარს ადგილობრივ მეღვინეებს, მცირე საოჯახო მარნებს, ქალებს განსაკუთრებით ჩართოს ამ პროცესში. პრაქტიკულად ადგილობრივი ნატურალური ღვინო მოთხოვნადი არ არის რა. ანუ სრულად შეგვეცვალა გასაყიდი პროდუქტის შეთავაზების საჭიროება. ღვინოს რეალურად ვეღარ თავაზობთ, გაყიდვები შეგვიმცირდა და აუდიტორიის შესაბამისად რა, რასაც ითხოვენ, ეს არ არის ნამდვილად ის, რაც ავითარებს და აძლიერებს თუნდაც ლოკალურ ბაზარს. იგივე შესყიდვები ხო ადგილობრივ ბაზრიდან უნდა განხორციელდეს, შესაბამისად ჩვენი შესყიდვის მოცულობაც ამ მიმართულებით შემცირდა და ბუნებრივია ეს გავლენას ახდენს ახლა მათზეც. ხო, სამწუხაროდ არც ისე კარგი მდგომარეობა გვაქვს, ვფიქრობ, რომ ძალიან რთული ზამთარი იქნება. ძალიან რთული ზამთარი იქნება ჩემი აზრით და როცა ვხედავთ, რომ ტურისტული სეზონი, რომელიც უნდა იყოს ძალიან ისეთი ძლიერი და ამ თვეებშიც კი არ არის კარგი მდგომარეობა. ტურისტულად, არატურისტულ სეზონზე ალბათ არ არის ადარწმუნებული ვარ, რომ არ გვექნება კარგი მდგომარეობა. დაცულობა და უსაფრთხოება ევროპელი ტურისტისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და შესაბამისად ამ ფაქტორის ცვლილებამ გავლენა მოახდინა ევროპული აუდიტორიის შემოდინების შემცირებაზე. თუ ვსაუბრობთ ქუთაისზე, ვფიქრობ, რომ მცირეა ეს აქტიურობა და ამ ქალაქს მგონია, რომ ძალიან ბევრი ღირსეული მოქალაქე ყავს და პოზიციის დაფიქსირება ვთვლი, რომ არ უნდა იყოს ეს რთული. თუმცა ბოლო მოვლენებმა ძალიან ბევრი სამწუხარო რამ გამოკვეთა და კი ვხედავთ, რომ ძალიან მცირე ადამიანია, ვინც ახერხებს, რომ თავისი პოზიცია დააფიქსიროს, სათქმელი თქვას. ხო, სამწუხაროდ ესე არის. ბოლო პერიოდში კიდევ უფრო შემცირდა ეს რიცხვი. როცა ვსაუბრობთ პრობლემის გადაწყვეტაზე, ზოგადად მე ვთვლი, რომ ორივე მხარე უნდა იყოს ჩართული, როცა კონკრეტული პრობლემური საკითხი წყდება. ანუ რაზე ვსაუბრობთ ახლა, როდესაც ბაღი გააკეთეს და საფერფარეშო კიდე არ არის, როგორც ვიცი, წვდომადი დამოდენა ქალაქს არ აქვს წვდომადი სივრცე, რომ ტურისტს ელემენტარული პირობა შეუქმნას. ანუ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ორივე მხარის ჩართულობა არის მნიშვნელოვანი, ჯანსაღი და ეფექტური რომ იყოს გადაწყვეტილება და ეს ცალმხრივად მგონია რომ ვერასდროს ვერ გადაწყდება. მაინც ვფიქრობ, რომ პრობლემის იდენტიფიცირებას ახდენს სამოქალაქო სექტორი და იდენტიფიცირებული პრობლემის გადაწყვეტა უნდა ერთობლივი მსჯელობის და სწორი შედეგის დადგომა მხოლოდ მგონია რომ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. მე არ მახსენდება რაიმე ფაქტი, არ ვიცი, შეიძლება მე არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ არ მახსენდება რაიმე ფაქტი, რომ რაღაც ორმხრივი გადაწყვეტით. შეიძლება ნამდვილად არ მაქვს ახლა გარკვეულ ფაქტებზე შეიძლება ვწდომა, თუმცა ნამდვილად არ მახსენდება. ჩვენი ძირითადი სამიზნე ჯგუფი არის მაინც ტურისტი. ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმება, ეს იქნება ძალიან მძიმე შედეგის მომტანი ამ ქალაქისთვის, იმიტომ რომ ერთადერთი რაც ქუთაისს აცოცხლებს, ეს არის აეროპორტი. თუ კი ჩვენ ეს შესაძლებლობა დავკარგეთ, ეს ქალაქი სრულიად მოკვდება. აქ არ არის არაფერი ალტერნატიული, რაც ადამიანებს აძლევს შემოსავლის გამომუშავების საშუალებას. ანუ ნახეთ, მას შემდეგ რაც აეროპორტი შეიქმნა, გაიზარდა სასტუმროების რიცხვი, გესტჰაუსების რიცხვი, მსგავსი ტიპის მცირე კონცეპტუალური რესტორნების რიცხვი. ჩვენ ძირითადი შემოსავლის წყარო არის ტურისტული აუდიტორია. ქართული აუდიტორია, მოდით ვთქვათ, რომ მაინც დადის იმ მასშტაბურ და დიდ რესტორნებში და ღებულობს სხვა ტიპის სერვისებს. სამწუხაროდ ეს ძალიან მძიმე შედეგებს მოუტანს ამ ქალაქს. ადამიანები აღარ დარჩენ ამ ქალაქში. ძალიან
ბევრმა მნიშვნელოვანმა და ძვირფასმა ადამიანმა დატოვა. ჩვენც ახლა ვერ ვიტყვი რომ მყარად ვართ. ანუ ძალიან კარგი ნაკადი გულისხმობ ინტელექტუალი ადამიანები რომლებიც ქმნიან მატერიალურ დოვლათს ქალაქიდან გადიან შესაბამისად ეს კარგ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ამ ქალაქსაც ახლა ჩვენც ვთვლით რომ თუ კი ვიზა ლიბერალიზაცია გაუქმდა და შეწყდა მე ვთვლი რომ ვერც ერთი ჩემი რესტორანი აქ ფუნქციონირებას ვერ გააგრძელებს და წელს მაგალითად ვიყავი სამ ქვეყანაში გავაკეთე მოკვლევა ეს იყო ბერლინი, ვარშავა, მადრიდი და ვთვლი საგადასახადო კუთხით აი ბევრი თვალსაზრისით სად შეიძლება რომ მე ცხოვრება და საქმიანობა გავაგრძელო მე ვთვლი რომ ჩვენი ადგილი აღარ არის ამ ქვეყანაში თუ ეს პროცესი შეწყდა ამ ქალაქშიც ახლა იცით რა როდესაც ძალიან მნიშვნელოვან დროს რესურსს ხარჯავ ბიზნეს აშენებ და უცებ რაღაც პროცესი ანუ წარმოგიდგენთ ვერანაირი პროგნოზი ვერ აკეთებ ანუ შეუძლებელია ჯერ საქართველოს სადაც არაპროგნოზირებადი ქვეყანაა მაგრამ აი შეუძლებელია განსაზღვრო როგორ უნდა განავითარო ბიზნესი თუნდაც მიმდინარე 1 წლის განმავლობაში არ ვიცით რა მოხდება შემოდგომაზე ხო ცოტა არ იყოს სამწუხაროა მაინც წარმომიდგენია რომ გონიერი ადამიანების უკან დაბრუნება და უფრო მეტი მიმზიდველობა ამ ქალაქისთვის რაც გამოიწვევს ტურისტული აუდიტორიის უფრო განვითარებული ევროპული ტურისტული აუდიტორიის მეტი წილის შემოდინებას და გარკვეული ატრაქციების შექმნას რომელიც ამ ქალაქს გახდის უფრო მომხიბვლელს უფრო საინტერესოს აი ბევრი რამის შექმნა შეიძლება თუ კი გონიერი ადამიანები ამაზე დაფიქრდებიან და გააკეთებენ გონიერულ ინვესტიციებს. უბრალოდ ინვესტიციას სჭირდება პროგნოზი, სტაბილურობა, რომ გამართლება მას ჰქონდეს.